თბილისის წიგნის ბაზრობაზე სოლაბი მცირე პაუზის შემდეგ ახალი გამოცემით გიბრუნდებათ. ეს არის აფხაზეთი 1917-1921 მეხსიერების რეკონსტრუქცია, რომელიც ეძღვნება ამ პერიოდის განმავლობაში აფხაზეთის საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტის ისტორიას. ძალიან ბევრი სიახლე იქნება ამ ფუნდამენტურ კვლევაში, რომელიც ფაქტობრივად ამსხვრევს კოლექტიურ მეხსიერებაში ამ საკითხის გარშემო არსებულ სტერეოტიპებს. მთელი ეს პროპაგანდა და დეზინფორმაცია, რასაც აქ რუსეთი და რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი აქტორები იყენებდნენ და ამართლებდნენ რუსულ იმპერიულ და კოლონიურ პოლიტიკას და საქართველოს წარმოაჩენდნენ დამნაშავედ თითქოს აფხაზეთის პრობლემის გარშემო, ეს ყველაფერი იმსხვრევა კონკრეტულად ამ 17-21 წლების პერიოდის მიმოხილვით. ანუ აქ არის აღწერილი და მაქსიმალურად დეტალურად ნაჩვენები თუ რა ხდება სოხუმის ოლქში, აფხაზეთში 1917 წლის თებერვლის რევოლუციიდან 1918 წელს 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, როგორი მოცემულობა, პოლიტიკური ძალები ადგილზე რა გავლენის არიან, არჩევანი თვითონ ეთნიკური აფხაზური საზოგადოების, რომელ მხარეს არის დემოკრატიული თავისუფალი სახელმწიფოს ნაწილად ყოფნის თუ რუსეთის ან სხვა ალტერნატივების მიმართ, როგორ ხდება ბოლშევიკური გადატრიალების მცდელობა 1918 წელს და შემდეგ უკვე 18 წლის მაისიდან 19 წლის თებერვლამდე ერთგვარი турბულენტური ფაზა და როგორი გზებით გადაწყვიტა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ეს პრობლემა და კრიზისი და გამოწვევა, საბოლოოდ შემდეგ უკვე საბჭოთა რუსეთი როგორი აგრესიით ესხმის თავს საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიის ტერიტორიის გასწვრივ და ახდენს ოკუპაციას მთლიანად საქართველოსი 1921 წელს, რითაც იწყება შემდეგ მთელი ფაქტობრივად საუკუნე ისტორიის წაშლის, გადაწერის, გაყალბების, ჩანაცვლების და აი ამის შედეგებს, ასე ვთქვათ, ანეიტრალებს და ამსხვრევს აი ეს ფუნდამენტური ნაშრომი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო იქნება მკითხველისათვის და ერთგვარ გაკვეთილსაც შემოგთავაზებს, რომ დღესაც საუკეთესო გზა ასეთი გამოწვევების მოგვარების ეს არის დემოკრატია, თავისუფლება, დემოკრატიული ინსტიტუტები, ცივილიზებული დიალოგი და კომპრომისები, ორმხრივი და გააზრებული პასუხისმგებლობით სავსე პოლიტიკის წარმოება ლეგიტიმურად არჩეული რეალური პოლიტიკური წონის მქონე ინსტიტუტების და ადამიანების მიერ.